მე ვფიქრობ, რომ თუ ფსიქოთერაპევტთან დადიხარ, საკმარისად ინტელექტუალური ხარ, რომ აფასებდე საკუთარ ფიქრებს და გრძნობებს. იმიტომ რომ ის რომ შენ დაინტერესდე შენი ფიქრების პროცესით, დაინტერესდე შენი გრძნობების წარმოშობის პროცესით, ესე იგი შენ უკვე მოაზროვნე ტიპაჟი ხარ, რომელიც შიგნით იყურება. ეს მოაზროვნეობა რაღაცა კუთხიდან უნარი რომ შიგნით ჩაიხედე, თუნდაც დაინტერესდე შენი თავის აი ფიქრებით, გრძნობებით. თორე იცი ხანდახან არის ის ტენდენცია, რომ მივდივარ ფსიქოლოგთან მირჩიოს რამე. აი ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ ფსიქოლოგი თითქოს არის ბრძენი, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს რამე, აი მართლა იმ ჰოროსკოპივით რაღაცა რეცეპტი მისცეს, რომ აი დღეს ასექენი, ხვალ ისექენი ან რაღაც ხო რაც რა თქმა უნდა მოლოდინებზე ველაპარაკებთ. არ ვიცოდი ეგეთი მითი თუ არსებობს, ოკეი? ხო, აი რაღაცა ეს აქვს, რომ ფსიქოლოგი არ ნიშნავს სწორედ განსაკუთრებით კიდე ჩემს მიმდინარეობაში, სადაც აი როგორც თქვით, რომ აქ არის ინდივიდუალიზმი, შენ შენი გზა გაქვს, მე არ შემიძლია შენ რამე გირჩიო. მე უნდა შენი რესურსი სწორად გადაგალაგებინო, რომ გადახედო, რა შეიარაღებას ფლობ, ტანკში იზიხარ, ავტომატი გაქვს, შუბი გიჭირავს ხელში, თუ აი რა არის შენი შეიარაღება, რითიც ცხოვრებაში შეგიძლია რომ ორიენტაცია აიღო და აი ამ იარაღის მობილიზებაში მოგეხმარო.